ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მუშაობას უჩივიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ ერთ-ერთი წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც თანამშრომლებმა 112-ზე დარეკეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ითხოვეს. თუმცა როგორც ორგანიზაციის თანამშრომელი მაია უსტიმენკო ამბობს 10 წუთის შემდეგ დაურეკეს და განუმარტეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა ბრიგადა გასული იყო და შეუძლოდ მყოფი ადამიანის დახმარებას ვერ შეძლებდნენ. რის შემდეგაც ისინი იძულებული გახდნენ გოგონას საავადმყოფოში თავად გადაეყვანათ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა მენეჯერმაც გააკეთა. თამაზ კაჭკაჭიშვილი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ ჯგუფი ადგილზე გამოცხადდა, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო. მისივე თქმით, დღეს მოსახლეობას მხოლოდ 2 ბრიგადა ემსახურებოდა, რადგან მესამე ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში საგამოცდო ცენტრში იყო მობილიზებული, საიდანაც გამოძახებაზე გასვლის უფლება არ ჰქონდათ. თამაზ კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორივე ბრიგადა სოფლებში იყო გასული, რის გამოც ქალაქში გამოძახებებზე გასვლა გვიანდებოდა. ვცადეთ რომ წამლები აქედან მოვიტანეთ და მოგვესულიერებინა, მაგრამ დამძიმდა მდგომარეობა. დაურეკე 112-ზე, რომ არ ვიცოდი აქაური ნუმერი. მივუწით მისამართი სახელი გვარი პაციენტის ავადმყოფის. მე რეკავს ვიღაცა სასწრაფო მანქანების დახმარების მანქანები არ არიან ამ წუთას ადგილზეო და თქვენ ხართ არასამთავრობო და დავიჯეროა მანქანა არ გყავთო და არ შეგიძლიათ ავადმყოფომდე მიიყვანოთ პაციენტიო. დღევანდელი შემთხვევა იმის გამო მოხდა დაგვიანება, რომ ორივე მანქანა, ანუ ორივე ბრიგადა იყო დაკავებული. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერთი მანქანა განთავსებულია და დგას ეროვნულ საგამოცდო ცენტრში, ორი მანქანაზე მოხდა ეს მთლიანი დატვირთვა გადანაწილება იმ სამი მართლა ბევრი სოფლებში იყო აწყური ვალე მერე და ეს დღევანდელ დღეს ისიც ვიცი და ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ მანქანაში ღებულობდნენ, აქ კი არ შემოდიოდნენ ჩვენთან და კიდან კი არ გადიოდნენ, მანქანაში ღებულობდნენ გამოძახებას და მანქანიდან ხდებოდა გამოძახებების მიღება.